შავი თუ თეთრი? ბორდო. კატა თუ ძაღლი? ციყვი. ვალსი თუ ტანგო? მარტინი. კი თუ არა? ნახოთ. მომხიბვლელი ფემინას უნიკალური ლოგიკის თავისებურებანი და სუსტი სქესის სიძლიერის უნივერსალური საიდუმლო. რა სურთ ქალებს? ყველაფერი ქალებზე და არა მარტო. გაატარე უნიკალური შაბათი ნათია ჯავახიშვილთან ერთად რადიო იმედზე. კიდევ ერთხელ დღემშვიდობის მოგესალმებით რადიო იმედის პირდაპირ ეთერიდან. მე ნათია ჯავახიშვილი და მინდა აუცილებლად გითხრათ და შეგახსენოთ, რომ დღევანდელი ჩემი ეთერი აბსოლუტურად განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობს 13 წელი 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ და დღეს ჩვენს ეთერში ვიხსენებთ ამ დღეს და ის ადამიანები იხსენებენ ჩემთან ერთად, ვინც უშუალო მონაწილე იყო ამ მოვლენების. პირველი სტუმარი ჩვენ უკვე ყავდა სატელეფონო ჩართვით გიორგი ახვლედიანი და ეხლა პირდაპირ სატელეფონო ხაზია ჩემი კოლეგა ჟურნალისტი ირმა ებრალიძე, რომელიც უშუალო მონაწილე იყო ამ მოვლენების, ის აშუქებდა ამ მოვლენებს და მინდა ირმასთან ერთად გავიხსენო ირმას 7 ნოემბერი. ირმა, გამარჯობა. გამარჯობა, მივესალმები რადიო მსმენელებს, მოგესალმები ნათია. ძალიან მინდა გაიხსენო ის დღე, როდესაც შენ მე როგორც ვიცი, აშუქებდი რადიო იმედის თანამშრომელი იყავი შენ მაშინაც, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და როგორი იყო შენი 7 ნოემბერი, თუ შეგიძლია გვიამბო. პირველ რიგში გეტყვი, რომ ჩემთვის 7 ნოემბერი არის შოკი, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება და ეს იყო ეგრეთ წოდებული დემოკრატიის მათრახი, მთლიანად მედიისთვის, არა მარტო იმედისთვის, არამედ მედიისთვის, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ უთხრა სრულიად მედიას, თუ არ დაემორჩილებოდნენ, ყველაფერი დასრულდებოდა ისე, როგორც დასრულდა ტელეიმედში. რაც შეეხება ჩემს 7 ნოემბერს, ჩემი დილა ტრადიციულად დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციიდან, კანცელარიაში მიმდინარეობდა მთავრობის ხდომა, რომელსაც ესწრებოდით ჟურნალისტები და პარალელურად ამ დროს რუსთაველის მოედანზე გაუშვეს გაზი, ხუთავი აირი, მოვიდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტებიც მოიწამლენ, იყო არეულობა და ასე შემდეგ და ამ დროს სრულიად შვიდად მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა მთავრობის ხდომა, მაშინ პრემიერი იყო ნოღაიდელი და ძალიან კარგად მახსოვს აპარატის უფროსი როცა გამოვიდა და ჩვენ მკითხეთ ჟურნალისტებმა, რომ რა ხდება მთავრობის ხდომაზე და რა კომენტარები შეიძლება გააკეთონ, მან ასე ვთქვათ ლიფტი მე-12 სართულზე არის ლიფტის კაბინასთან ალყა შემოვარდყით ადმინისტრაციის უფროსის და მან დაგვირდა, რომ გამოვიდოდა პრემიერი და გააკეთებდა განცხადებას, თუმცა შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მე მთავრობის ადმინისტრაციიდან მომიწია გადასვლა რიყეზე, სადაც შემდეგ გადაინაცვლა აქციამ, კი ბატონო, გადაინაცვლა, იქაც გაუშვეს გაზი და ერთადერთი სადაც ხედავდნენ იმედის მიკროფონს, მოდიოდა ძალიან დიდი აგრესია. და ერთადერთი მახსოვს, რომ ვითომ მიკროფონი არ მქონდა საერთოდ, უბრალოდ ტელეფონი მეკავა ხელში და მოვლენებს ვაშუქებდი. ანუ რო არ მიეტანათ ეჭვი, რომ მე ვიყავი ჟურნალისტი და თან იმედის ჟურნალისტი, ამის შემდეგ უკვე ჩვენმა უფროსმა მაშინ ნონაყანდიაშვილმა დაამირეკა და მითხრა, რომ მისულიყავი სტუდიაში სამსახურში დაბრუნებულიყავ, ეს იყო სადღაც 7 საათი თუ არ ვცდები და აქ მიმდინარე მოვლენებს ვაფასებდით, როდესაც გავიგეთ, რომ ტელევიზიაში შევიდა სპეცრაზმი. მაშინ რადიო მსმენელებს გავმარტავ, რომ ტელეიმედის გვერდით იყო ჩვენი სტუდიაც, ანუ ხობე ყოფდა ტელევიზიას და რადიო იმედს. მოხდა ისე, რომ პირველად შევდნენ ტელევიზიაში, ჩვენ აპარატურა გავიტანეთ, რაც მოვასწარით ოფისიდან და წავედით, თუმცა წავედით არ ვიცი, ყველა ესე მივდიოდით ჩვენთან სპეცრაზმი საბედნიეროდ არ შემოსულა, როგორც ჩვენს არ იყო მათ გეგმებში, ან არ ვიცი რა მოხდა. ყოველ შემთხვევაში ერთი თვის შემდეგ, როცა დავბრუნდით ჩვენს ოფისში, თითქმის ყველაფერი განადგურა. შეიძლება ითქვას ხელუხლებელი, აღებული იყო მხოლოდ და მხოლოდ პირადი ლიფტები, დოკუმენტები, ესეთი რაღაცეები. მაინც არეულობა დაგვხვდა. არეულობა იყო, მაგრამ არა ისეთი, რაც იყო ტელევიზიაში. ჩვენი ოფისი დაკეტილი იყო.
ირმა, მინდა ასეთ სახის შეკითხვა დაგისვა, იმიტომ რომ გიორგი მას აღნიშნა, რომ განცდა იმისა, შენ იყავი ადგილზე მუშაობდი, ადამიანები, რომლებიც ტელეკომპანია იმეჯში ფიზიკურად იმყოფებოდნენ, ჟურნალისტები ხო მუშაობდნენ, იქ აშუქებდნენ მოვლენებს. განცდა იქიდან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით იყო ისეთი, რომ ეს ყველაფერი მაინც მოხდებოდა. შენ როგორი განცდა ქონდა იმ მომენტში? ქონდა ის მომენტი, რომ იფიქრე, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო, დაუშვი რაღაც მომენტში. არა, ვერ დაუშვებდი და რატო გეტყვი, მე ვიყავი დაუშვათ გარეთ აქციებზე. მე ყოფილი ვარ უშუალოდ, ვიცოდი რომ რაღაც ცუდი შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ 21 საუკუნეში შესაძლებელი იყო სპეცრაზმი შემოსულიყო, შევარდნილიყო ტელევიზიაში და დაერბია სტუდიები. ჩვენი რადიო მაუწყებლობდა მანამ, სანამ არ გავქთიშეს ანძიდან. ისე არ ყოფილა, რომ დაუშვათ და გავიგეთ, რომ სპეცრაზმი შევიდა დაუშვათ ტელევიზიაში და რადიო მაუწყებლობაში იყო და არა, როდესაც გავქთიშეს ანძიდან, ჩვენ მაშინ დავასრულეთ მაუწყებლობა და უკვე გამოვედით ოფისიდან. მე მაინც ბოლომდე მსჯეროდა, რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა, თუმცა რომ ხედავდი ამ გამწარებული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სახეებს და მათ კომენტარებს და ზიზღს რაც ჰქონდათ იმედის მისამართით, ეს არასოდეს არ დამავიწყდება. სხვათა შორის ახლა გამახსენდა შენს ნათქვამზე ჩვენი კოლეგის თეასი ჭინამას ნათქვამი, რომელსაც ის სხვათა შორის როდესაც იხსენებს 7 ნოემბერს ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე, რომ პასუხი იყო მათი მხრიდან ის, რომ ჩვენ მიკერძოებული ტელევიზია ვართო და სულ ის უკვირდა თეას და სულ ხშირად აღნიშნავს, რომ რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ თუნდაც მიკერძოებულ ტელევიზიაზე ესეთი სახის დარბევა ხორციელდებოდესო და საერთოდ მახსოვს, რომ იმ დღეს ჟურნალისტები ამბობდნენ იმასაც, რომ იმ დღეს მუშაობა იყო გმირობის ტოლფასი. კი, ნამდვილად იყო ასე, თუმცა ამასაც ვიცნობიერებ, იცი როდესაც გარედან უყურებ მოვლენებს, როდესაც მოვლენათა ეპიცენტრში ხარ, მაშინ ვერ ხვდები ამდენ. მე როდესაც ეს მოხდი, როდესაც ხრება და გარედან შეხედავ და გაიხსენებ ამ ყველაფერს, მე უკვე შიგიფყრობს, რომ მაშინ იმ პერიოდში არ ფიქრობ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ეს არის შენი სამუშაო. შეხარ ასე ვთქვათ, კონცენტრირებული კონკრეტულ სამუშაოზე, კი ბატონო. იმაზე რომ ინფორმაცია მიაწოდო საზოგადოებას და ჩვენ მაშინ მართლა ჩემი კოლეგები, რომლებიც რადიო იმეჯში მუშაობდნენ, მიშა ბეიქრიშვილი, თეაშველიძე, მოიწამლენ მაშინ ბუნებრივი აირით და მე მახსოვს კანცელარიიდან ბურჯომები ჩამოქონდა, რომ ჩვენი კოლეგებისთვის მიგვეცა ისინი ისე იყვნენ დახუთული ამ გაზის გამო. და ახლა როდესაც თავისუფალი მედია გვაქვს ქვეყანაში, ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგენს, რომ გავსი რამ შეიძლება მოხდეს. მაშინაც ვერ წარმოვიდგენდით, მაგრამ ბევრი რამე მოხდა ისეთი წარმოუდგენელი ჩვენს ასე ვთქვათ უახლეს ისტორიაში, რომ კი ბატონო, ეს დღეც ისტორიას დარჩა და სამწუხაროდ ესე ვიხსენებთ ისტორია, და საუბრის ბოლოს მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვა. შენ ახსენე მედია და მოდი მედიის ჭრილში განვიხილოთ. განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ მედიას შორის. ფაქტურად ჩვენ თქვი, რომ ეს განსხვავება არის. მაგრამ რა ზიანი მიაყენა მაშინ მედიას 7 ნოემბერმა? პირველ რიგში მე გეტყვი, რომ მედიას უფრო ხელისუფლებას უფრო მეტი ზიანი მიაყენა 7 ნოემბერმა ვიდრე მედიას, იმიტომ რომ კი მართალია ეს იყო მესიჯი, რომ თქვენ დაიჯებით თუ მე არ დამემორჩილებთ, არა მარტო ტელეიმედის მისამართი, ეს იყო სრულიად მედიის მისამართი, მაშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იცით და მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობდა და სრული ვაკუუმი იყო ქვეყანაში, თითქოს ქვეყანა გაჩერდა, მე ესეთი განცდა მქონდა, რომ აი არ ისმოდა არავის ხმა, არც მომხრე არც მოწინააღმდეგე აზრის ყველაფერი ძალიან ესეთი ნაცრისფერი გახდა. დღეს არ ვიცი ხა თავისუფალი მედია რომ არსებობს საქართველოში, ამაზე ხა ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ არის რამდენიმე არხი, რომელიც თავის აზრს აშუქებს, რაც უნდა, მსგავსი შეზღუდვა, რაც სააკაშვილის პერიოდში იყო მედიაში, არ მგონია რომ ახლა იყოს. ყოველ შემთხვევაში მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რადიო იმედიდან გამომდინარე ცენზურა ნაკლებად. კი ბატონო, ირმა. აი, ხელისუფლებიდან წამოსულ ცენზურაზე გულისხმობ, რასაც ნაციონალური მოძრაობის დროს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მე მაშინ მუშაობდი ნაციონალური მოძრაობის მედიაში და ვიცი. კი ბატონო, ირმა, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამონახე დრო და კიდევ ერთხელ გაიხსენე ეს საშინელი დღე. მადლობა თქვენ და იმედია რომ ეს
ასეთი ვითარება საქართველოში აღარ განმეორდება და მედიას უბრალოდ არავინ არ შეეხება, რომელი მიმდინარეობისაც არ უნდა იყოს, იქნება ოპოზიციური, როგორც ამბობენ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო, მედიაზე შეტევა ნიშნავს ხელისუფლების დასრულებას. კი ბატონო, გეთანხმები. უღრმეს მადლობა ირმა კიდევ ერთხელ. მე ჩვენს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ხაზზე იყო ირმა ებრალიძე, ჩემი კოლეგა რადიო იმედის ჟურნალისტი, რომელიც იმ პერიოდში 2007 წლის 7 ნოემბერს აშუქებდა და ნებსით უნებლიეთ იყო ამ პროცესების ერთგვარი მონაწილე. ყველაფერი ქალებზე და არა მარტო. გაატარე უნიკალური შაბათი ნათია ჯავახიშვილთან ერთად. რადიო იმედზე.